აი ნახე ჩიტი გამოფრინდება დიდი ვერაფერი შოფერი ვერ ვიყავი გამახელებდნენ ხოლმე რომ აი შენი შეყვარებულიო აი აქ წერია პ-უ-რ-ი პირველი სიკვდილი რომელიც მე ვნახე აი რამდენი რამე გამახსენებთ თქვენ მე მივეპარებოდი უკნიდან და გაშლილ თმებზე უსვამდი ხოლმე ხელს ლოკოკინას თუ ვერ უსწრებ ადექი და შაჯე ქვირზე თლა მეც ხომ აღარა ვარ სულ თლათ ახალგაზრდა წერილებს წერდა ხოლმე ესეთ სახუმორო ლექსებს და მეც ვწერდი და ნუ მერე გავთხოვდი ეს სურათი თითქმის საუკუნის არის. მე ვარ აქ დაახლოებით 2 თუ 3 წლისა და მაშინ ფოტოს რო გიღებდნენ, ხომ გეუბნებოდნენ რომ აი ნახე ჩიტი გამოფრინდება და უცბად როდესაც აი ეს მოხდა და ჩიტი გამოფრინდა, შემეშინდა და აი ესე წავევლე თავზე ხელი. გახსოვთ ეს ყველაფერი? ანუ ეს მერე გიყვარდა. არა, ზოგი მახსოვს და ზოგი არ მახსოვს, ბუნებრივია. მაგრამ ბევრი მახსოვს. პირველი მოგონება რა გაქვთ? აი ჩაბეჭდილი ისეთი. აი მაგალითად სურათი მაქვს მე კიდევ მამაჩემის მეგობართან, გიორგი ახვლედიანთან გადაღებული იმის მოხსევ დგავარ და ძალიან კარგად მახსოვს. ეს არ მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი. ამ ძაღლზე მინდოდა მეკითხა, სათამაშო ძაღლია, ხო? დიახ, მე რო პატარა ვიყავი, მაშინ სათამაშო სად იყო და სათამაშო დიდი საჩუქარი იყო. მე მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, პლასტმასის დედოფალა მომიტანეს, აი ხელები და ფეხები შეიძლებოდა ამოძრავებულიყო. ძალიან მომწონდა ის სათამაშო და ის სულ ახლოს მქონდა ხოლმე. სახელიც კი მახსოვს, ელიზა დავარქვი რატომღაც. შეიძლება იმიტომ რომ პატარაობისას უკვე წაკითხული მქონდა ბიძია თომას ქოხი და იქ არის ერთი მოქმედი პირი ელიზა. ეს არის ჩვენი ოჯახის სურათი. დედაჩემი, მამაჩემი, მე და ჩემი და. დიდი ჭყუვის თავი და დიდი აშარი არ ავყოფილ ვარ. იმიტომ რომ მე კითხვა ადრე ვისწავლე, უკეთრო ვთქვათ, არავის არ უსწავლებია ჩემთვის კითხვა და უბრალოდ ქუჩის მაღაზიების წარწერების მიხედვით ვისწავლე, რომ თქვათ, აი პური რო ეწერა, მერე უკვე ვიცოდი, რომ აი აქ წერია პ-უ-რ-ი და ბავშვობიდან ადრე ძალიან დავიწყე წიგნების კითხვა და აი ამან ჩამომაშორა რაღაც ბავშვურ თამაშებს, სულ წიგნებში მქონდა ცხვირი წაყოფილი. მე მახსოვს ხშირად რომ წიგნების კითხვას მიკრძალავდნენ კიდევაც. ჩვენ ბავშვები ვიწექით იმ ოთახში, სადაც ერთი კედლის სანათი იყო იქიდან. კედლიდან აი ასე როგორც ეს არის, ზევიდან განმოყოფილი და მე ვიხელთებდი ხოლმე დროს, წამოვიფარებდი საბანს თავზე,
წიგნს შემოვათრევდი და ვკითხულობდი ღამე. დედაჩემი ხვდებოდა ჩემს ოინებს და მოვიდოდა გადამაძრობდა თავზე საბანს და გამიჯავრდებოდა. გინდა რომ სულ თვალები გაიფუჭო და წამართმევდა ხოლმე წიგნს, მაგრამ მეორე და მესამე ღამეს მაინც იგივე მეორდებოდა. მე წიგნი მქონდა საბანქვეშ და ვკითხულობდი. დედაჩემი კარგად მახსოვს, ჰქონდა გრძელი, ძალიან ლამაზი ფერის თმა, შავი, ჩვენში რომ იტყვიან შავგვრემანიო, ხომ ქართველებში ძალიან იშვიათია რომ მთლად შავი იყოს თმა. და დედაჩემს მართლა ესეთი ჰქონდა, ძალიან შავი, აი ლურჯად რომ ლივლივებს ხოლმე, აი იმ ფერი და დატალღული და თავს რომ დაიბანდა, მაშინ არ იყო ეს თანამედროვე შამპუნები რაღაცები, ხან კვერცხით ვიბანდით, ხან რაღაცით, ამის მსგავსით და მე მივიდოდი ხოლმე, მივეპარებოდი უკნიდან და გაშლილ თმებზე უსვამდი ხოლმე ხელს. აი ეს კარგად მახსოვს. კარგად მახსოვს, რომ აი ასე ჩუმად, რომ ისეთი ქალი იყო, რომ მაინც და მაინც იმასთან ალერსიანობა არ გამოდიოდა. ძალიან თავდაჭერილი, სიტყვა ძუნწი ქალი იყო, ჩუმად აკეთებდა ყველაფერს, რა თქმა უნდა შვილები ძალიან უყვარდა, მაგრამ გარეგნულად ამისი გამოჩენაც არ უყვარდა. სიცოცხლის ბოლომდევე ესეთი დარჩა თუ შეიცვალა მაინც მერე ასაკში? არა, მაინც არა, მერე შვილიშვილებს კი უფრო მეტად ეფერებოდა ვიდრე ჩვენ ბავშვობაში, მაგრამ მაინც ყოველთვის თავშეკავებული იყო და ასეც გარდაიცვალა, ასე თავშეკავებულად, ასე ისე რომ არავინ არ შეუწუხებია. სიცოცხლის ბოლოს ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, სიმსივნე ჰქონდა და ბუნებრივია, მოგეხსენებათ, ეს არ არის ადვილი. ძალიან წვალობდა და მე ჩემი ქმარი ექიმი იყო, იმან მასწავლა ნემს უკეთებდი ხოლმე და რომ მივიდოდი და ვეტყოდი, დედა, ნემს გაგიკეთებ. ხო, კარგი, კი არ მაწუხებს, მაგრამ შენ თუ გინდა გამიკეთე. აი ეს იყო. აი ასე დაამთავრა თავისი სიცოცხლე. ისე რომ ჩვენ არ შეუწუხებივართ. დარჩა რამე რისი თქმაც ვერ მოასწარით მისთვის? კი, აი, რასაც ახლა ვამბობ, ეს რომ მეთქვა მისთვის, რომ რა კარგი ხარ შენ, ალბათ მომისმენდა. ეს არის ჩემი სურათი გადაღებული, იყო ასეთი ძალიან კარგი ფოტოგრაფი, ლატვიელი იყო წარმოშობით, კონსტანტინე ზანისი. ის ჩვენ ოჯახთან მეგობრობდა და უმეტესობა ამ ადრეული სურათებისა ზანისის გადაღებული იყო. და აი ესეც იმისი გადაღებულია კონსტანტინ მატვეევიჩ ზანის. მე უკვე მაცვია რაღაცა კაბა, რომელიც იმისათვის შევიკერე, დამთავრებისათვის, ეს უფროს მე-9 თუ მე-10 კლასშია გადაღებული და მაშინ ჭირდა ომის, მე დავამთავრე ომის დროს, 42-ში სკოლა და ვიღაც ნათესავმა მომიტანა ეს მაჩუქა, ეს რაღაც საკაბე ნაჭერი, რამაც ძალიან გამახარა
და ნამდვილად შევაკერინე ვიღაცას და ჩავიცვი ძალიან ამაყად. და წიგნი არის, ესეც მახსოვს, წიგნი არის შექსპირის ტომი. ეს მათხოვა მე თვითონ კარგად მახსოვს გიორგი წერეთლის ცოლმა დორამ, რომელიც იყო ტომით ინგლისელი. დიახ, შექსპირის კითხვა მართლა ძალიან ადრე დავიწყე. იმ დროს, როდესაც ალბათ ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ მაინც დავიწყე. და აი ასე რაღაცნაირად ინგლისური ბავშვობიდან შემომესწავლა. უჩემდა უნებურად. ახლა 5 და 6 წლის ბავშვი საბავშვო წიგნს კი წაიკითხავს, მაგრამ ინგლისური სიტყვა ალბათ ბევრი არ იცის. მე მაინც ჯიუტად ვკითხულობდი. მამაჩემი როგორც უნივერსიტეტის პროფესორი სარგებლობდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, მოხონდა ჩემთვის წიგნები და რომ დაინახა, რომ მისი მოტანილი წიგნი ყოფნიდა ერთ დღეს, მივიდა იქ, მიმიყვანა და უთხრა ამას ჩემს აბონემენტზე წიგნები მიეცითო. ხო და ამის შემდეგ უკვე თავისუფალი გავხდი. რა კი ინგლისური იყო, რაც მინდოდა, ყველაფერს ვკითხულობდი. შეიძლებოდა იმ ასაკისთვის თუ არ შეიძლებოდა, მაინც ჩემ ხელში იყო და აღარ მაკონტროლებდნენ, ბავშვი ინგლისურს სწავლობს. და აი ასე ვისწავლე ინგლისური. ეს არის ჩემი სტუდენტობის დროინდელი სურათი. მოგეხსენებათ, სტუდენტობის დროს ჩვენ დავდიოდით სხვადასხვა პარადზე, გვავალებდნენ. და აქ რომ ჩაუვლიდით ხოლმე ტრიბუნას, სამთავრობო ტრიბუნას, მერე უკვე თავისუფალი ვიყავით. და აქ ვარ მე გადაღებული ვაჟა გვახარიასთან. ვაჟიკა გვახარია ეს იყო ჩემი კარგი ამხანაგი, ძალიან საყვარელი ადამიანი და თუმცა ძალიან მაბეზრებდა თავს იმითი, რომ გაუთავებლად რომანტიკულად იყო შეყვარებული ვიღაცაზე. აი, ვინც ყველაზე ლამაზი ქალი იყო, იმის თრფობას დაიწყებდა და ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ იმის ფანჯრებთან ჩაივლიდა, ამოივლიდა, მერე მოვიდოდა ჩემთან და ყურს აიღებდა იმისი ქებით და სანამდე არ ვეტყოდი, რომ გამიჭირე საქმე შენი ლაპარაკით. ეგ იყო და ეგ. თქვენ გქონდათ რაღაც გატაცებები ამ პერიოდში? ალბათ მქონდა. ანუ ისეთი რომ ეხლა გაგახსენდეთ უცებ? არა, ესეთი არა. მე დიდი მუსიკოსი არა ვარ, მაგრამ მუსიკა ძალიან მიყვარდა და კომპოზიტორების სურათები მქონდა ხოლმე, შემსრულებლების სურათები მქონდა კიდევ და მოდით აქვე ვიზავ მაგას. აი ამით ვიკმაყოფილებდი ხოლმე სიყვარულის მოთხოვნილებას. ეს არის ძალიან ცნობილი მევიოლინე იაშა ხეიფეცი, რუსი ებრაელი, რომელიც საქვეყნოდ იყო განთქმული. აი ეს სურათი მომწონს ძალიან. მომწონს იმიტომ, რომ აი რო უყურებ, გრძნობ, რომ აი ამ წუთში მისთვის ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს. ის დაიბადა რუსეთში და მერე გადავიდა ამერიკაშივე გარდაიცვალა. და სხვადასხვა ემოციის გადმოცემა ვიოლინოზე ძალიან ძაფრ
შეგრძნებას იწვევს. აი ასე გილელსი რომ იყო, ემილ გილელსი, თუ გაგიგონიათ თქვენ. აი ისიც შესანიშნავი მუსიკოსი იყო, იმისი გაზეთიდან ამოჭრილი სურათი მქონდა და ისიც ხო ამნაირი მქონდა და ნუ რა ვქნათ ახლა ახალგაზრდობაში ხდება. ხშირად გამახელებდნენ ხოლმე რომ აი შენი შეყვარებულიო. მაგრამ ეს ჩემი შეყვარებულობა უფრო პლატონური ხასიათისა იყო ვიდრე რეალური. ეს არის საოჯახო ფოტო ჩემ ქმართან ერთად გადაღებული. ახლა ჩემი ქმარი ესეც ცალკე ისტორია არის. ისეთი არტისტული ტემპერამენტის კაცი იყო, უყვარდა ანეკდოტების მოყვა, თვითონ კარგად ხატავდა და ხუმრობაც ძალიან უყვარდა. იმასაც ისეთი ენა ჰქონდა ცოტა გრძელი და იცოდა ხოლმე მწარისის. და აი ასე წარმოაჩინა თავისთავი, როგორც საოჯახო სამსახურში ჩაბმული. ხო და აი ეს წამოკიდებული რომ ვყავარ, აი ასეა. ვითომ მართლა ასე მუშაობდა. ერთი სურათი არის კიდევ კატას ვარცხდის და კიდევ რაღაცას რეცხავს, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. იყო იმისთვის რომ გაგვეცინა და ექიმი იყო პროფესიით. 22-სა თუ 23-სა ვიყავი, როცა გავიცანი. და მერე წერილებს წერდა ხოლმე ესეთ სახუმორო ლექსებს და მეც ვწერდი. და ნუ მერე გავთხოვდი. ძალიან კარგი ექიმი იყო, კარდიოლოგი, მაგრამ აი ბუნებით უფრო აი აქეთკენ იყო, ხელოვნებისკენ და ასეთი რამებისაკენ. და ის თავისი გვარის წარმომავლობა იცოდა კარგად და როგორც გითხარით, ლონდონში არის დაბადებული. და ამასთან დაკავშირებით, როდესაც მე უკვე გათხოვილი ვიყავი და აი ამ საკმაოდ ფართო ბინაში დადგა პრობლემა, რომ უნდა ჩაგვეწერა, იქ ვიღამაც, ვისთანაც ეს საბუთები მივიტანეთ, გამოიყო ჩვენი ეგრეთ წოდებული კომენდანტი, რომ დახედა, იკითხა, რომ დაბადების ადგილი რო იყო მითითებული ლონდონი, იკითხა, რომ რაიონი რატო არ არის მითითებულიო? კი, აი ასე იყო. ასეთი განათლებული ხალხი გვყავდა მთავრობაში და ზოგი ასეთი ახლაც გვყავს. ჩემი ქმარი არც კონკავშირში მიიღეს, არც ჯარში წაიყვანეს. ჯარში წაიყვანეს ერთ დღეს და სადღაც შეკრების ადგილი და მეორე დღეს გამოუშვეს. ეს იმიტომ, რომ როგორ ჩანს მისი წარმომავლობა მაინც ეჭვს იწვევდა, როგორც შესაძლო უცხოელი და შესაბამისად მტერი. და ამიტომ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ხანდახან მწარე ანეკდოტს მაინც იტყოდა ხოლმე. ზოგი მისი მოგონილიც იყო, ძალიან ისეთი ენამოსწრებული კაცი იყო. ინგლისურად დალაპარაკობდით ერთმანეთში თუ ქართულად? არა, ინგლისურად არა, იმიტომ რომ ის იყო 9 წლისა, როდესაც ჩამოიყვანეს ინგლისიდან. თვითონ კი კარგად ახსოვდა ლონდონი და მეხსიერება ჰქონდა შესანიშნავი. იქ ინგლისურად
ალბათ ლაპარაკობდა, მე იქ არა ვყოფილვარ და მაგრამ მერე დაავიწყდა და ქართულ სკოლაში მიაბარეს, თანაც როცა პასპორტის აღების დრო მოვიდა, გაუკეთეს პასპორტი საბჭოთა მოქალაქის, რაც შეიძლებოდა დაიცვეს ამით. და გამოვიდა ასეთი უცნაური შეხამება რიჩარდ ოლივერის ძე ამირეჯიბი და ნამდვილი მაგათი გვარი, რომელიც მამამისს ჰქონდა, იყო სეიჯი. ფრანგულად ოდესღაც სოჟ და ინგლისურად სოჟე. ხო და ძალიან დაჩაგრული იყო ჩემი ქმარი აი ამ გრძნობით, რომ იცით არ გენდობიან და არ გიშვებენ არსად. რამდენჯერმე როდესაც ჩაწერილი იყო რაღაცა უცხოეთში მგზავრობაზე, 60-იანი წლებიდან ხომ ვითომ ცოტა აუშვეს. იმდენჯერ ბოლო წუთში უარი მოვიდა. აი ეს საინტერესო რამ არის, ეს არის ამირეჯიბების გვარში დარჩენილი მოსაგონარი იმისა, რომ ეს გვარი რაღაცნაირად ნაპოლეონთან არის დაკავშირებული. გადმოცემით, ეს ფუტკარი არის მოგლეჯილი თუ მოჭრილი ნაპოლეონის შვილის, რომელიც პატარა იყო ჯერ და იწვა იმაში საწოლი და ზედ გადაფარებული, როგორც ძველად იცოდნენ, ზედ გადაფარებული რაღაცა მორთული ესეთი ფარდასავით და იმ თავის ერთგულ მხლებელს, აი ამირეჯიბ ჩემი ქმრის გვარის წარმომადგენელს მისცა აჩუქა და ეს არის შენახული ოჯახში, როგორც რაღაცა რელიკვია, რომელსაც ნაპოლეონს ოდესღაც ეჭირა ხელში. შეიძლება 100-ია, შეიძლება 100 არ არის, მაგრამ ეს გადმოცემა ჩემ ქმარს დიდი თაყვანისმცემელი იყო ნაპოლეონისა. სურათიც ჰქონდა ოთახში, დიდი და იცოდა ხოლმე, საერთოდ აინტერესებდა ისტორია და ნაპოლეონის შესახებ ბევრ რამეს კითხულობდა. ჩვენი მანქანა, ჩემი ქმარი გარდა იმისა, რაც იყო გაგიჟებული მოყვარული მანქანისა. წმენდდა, რეცხავდა, ყველაფერს უკეთებდა, მანქანას რაც სჭირდებოდა, ყველაფერი იცოდა და არავის ანებებდა მანქანის ხელის მოკიდებას. როცა ეტყოდნენ, თქვათ ამხანაგები, გვათხოვე მანქანაო, ასე ეტყოდა ხოლმე, რომ არ მეწაგიყვან თვითონ და მოგემსახურებით, ოღონ მანქანა არ მთხოვოთო. და მართლაც ასე იქცეოდა. სულ ვიღაცა დაყავდა, მაგრამ მანქანას ხელს არ მოაკიდებდა არავის. და შაბათ-კვირას რო დაიწყებოდა მანქანის გარაჟი ჰქონდა იქ ეზოს კუთხეში, რეცხვა გაკრიალება, მე ხანდახან ჯავრი მომდიოდა და რკინის საყვარელს ვეძახდია მანქანას.
არც თქვენ გქონდათ უფლება დაჯდომის? არ მიშვებდა. და მხოლოდ შემდეგ, როდესაც ჩემი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით, მერე ცოტა ხანი მეც დავდიოდი, მაგრამ დიდი ვერაფერი, შოფერი ვერ ვიყავი. მახსოვს ერთ-ერთ სახუმარო კაფეაში ჩემ მეგობრებთან, რომ წერდით ხოლმე, ხომ იცით კაფე რა არის? ლექსები, სახუმარო. და ეს ბევრი გვიწერია ჩვენ ერთმანეთში ამ ხანაგებს. ხო და იქ რაღაცაზე რომ დავიტრაბახე, მანქანა მყავს და დამყავს ხო, ლექსომ ასეთი კაფეა დამიწერა, რომ შოფერობის არ გაქვს ნიჭი, სათვალები გადევ ცხვირზე, ლოკოკინას თუ ვერ უსწრებ, ადექი და შაჯე ქვირზე. ეს ასეთი კაფეობა ჩვენში მოდიოდა და კაფეა ის არის, რომ უნდა გაკილო ვიღაცა, ცოტათი გაკენწლო, მაგრამ ეს არის სახუმარო და თუ ეს გეწყინება, მაშინ არ ვარ გიხარ რა ადამიანად. ეს არის ნახეთ როგორი იმპოზანტური სურათია. ეს არის ჩემი არაბულის მასწავლებელი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. ვახსენე კიდეც, ამას ჰყავდა ინგლისელი ცოლი. ძალიან ცნობილი მეცნიერი იყო, ძალიან ფართო განათლებისა, ძალიან ჩაღრმავებული თავის საქმეში, მაგრამ აი ახაც ჩანს, ეწევა იმას სიგარეტს, ახლა სიგარეტს კი არა, პაპიროსს ეძახდნენ მაშინ, ხომ? ახლა სიგარეტია. ძალიან ბევრს ეწეოდა და ბოლოს ფილტვების კიბო დაემართა და გარდაიცვალა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აღმოსავლურზე რომ ვსწავლობდი, იქ სხვანაირად იყო სწავლება. იყო ასე, რომ ძალიან პატარა ჯგუფები იყო. რაღაცა დროს მეც მარტო დავრჩი ჩვენ ჯგუფში. აი ერთხელ ლექციას მიტარებს გიორგის ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც არამეულს და ებრაულს მიკითხავდა და მეორე კორპუსში ვართ. კოტე წერეთელი, ისიც გიორგის მოგვარე, თუმცა ნათესავი არ ყოფილა და ყოველთვის ამაყად ამბობდა, რომ გიორგი აზნაურიაო და მეო თავადიშვილი ვარო, წერეთლები ეგეთებიც არიან და ეგეთებიც. და მეორე კორპუსის აუდიტორიაში ვართ. ის მეორე კორპუსი არ ვარგო და მე მგონი არც ახლა ვარგა. და კოტე მიკითხავს ებრაულის ლექციას. და მე ერთი ვზივარ და შემოვიდა უცებ დამლაგებელი და დაიწყო ოთახის დახვეტა. კოტე გაჯავრდა, რომ ისაო, აი კოტე წერეთელი, ხო? ლექციაზე ხელს რატომ მიშლითო და დამლაგებელმა შემოხედა და შვილებო, მე თქვენი მოსატყვარი კბილი დიდი ხანია მოვიცვალეო, თქვენ აქ იყავით, იჭუკჭუკეთ და მე ჩემ საქმეს გავაკეთებ. აი ასეთი იყო ეს ამბავი. დაგვტოვა იქ საჭუკჭუკოდ. კოტეს ბევრი უბედურება გადახდა, ავადმყოფიც იყო სუსტი ფიზიკურად და მერე აი ცნობილი თვითმფრინავის გატაცების ამბავი რა იყო, ამისი შვილიც იღებდა მონაწილეობას და ის მოკვდა. მოვაწერე ხელი იმ თხოვნაზე შეწყალების შესახებ, ვინც ცოცხალი დარჩა
მაგრამ ისინი მაინც დახვრიტეს არ წამიღია უკან ის თხოვნა. ბევრმა მერე რომ დაგვიბარეს ცეკაში უარი თქვეს ხელის მოწერაზე და მე შევახსენე რომ ყაზბეგის მამის უკვლელში ასე წერია ის ხევისბერი ამბობს კაცი პატიოსანი კაცი ერთხელ გადაფურთხებულს ვეღარ ალოყავს. ხო ეს იყო კი მაგრამ მაინც მამა იყო და ის საწყალი სოსო ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო. რასისა ასე მოხდა ეს ამბავი. ვინც წაიღო თავის ხელმოწერები, იცოდით საჯარო იყო ეგ ინფორმაცია? საჯარო არ იყო, მაგრამ თბილისის საზოგადოება ხო იცით, მაინც პატარა არის და ვიცოდით, აი ვინ წაიღო და ვინ არა. არ ქონიათ მე მაგათთან საუბარი ამაზე, რატომ როგორ არა. ახლა ალბათ ყველა შეწუხებულიყო მაინც სწორად მიაჩნდა თუ არ მიაჩნდა ის მაინც ძნელია რომ დაგიბერებებენ მუშს დაგიბრახუნებენ და კეთყვიან აბა რა სიტყვით ხო და კიდევ რა ვიცი წაქცეულ კაცს ფეხი არ უნდა წაკრათ ვერ გეტყვით მე არ მქონია იმათთან ლაპარაკი კი ბევრს ვიცნობდი იმათგან ვინც ის წაიღო უკან თავისი ხელმოწერა. ძიმე პირობებში მოგვხდა ცხოვრება და აი დღეს ცოტა რაზე მწყდება გული, იცი? აი ახალგაზრდები ლამის ისე იმათ გვიყურებენ, რომ აი ლამის გვაბრალებენ, რატო დაიბადეთ იმ დროს და რატო ცხოვრობდით. ასე არ არის. ადამიანი რომ იბადება, რაღაცნაირად იმ თავის დროში ცხოვრობს, მაგრამ იმ დროის ცუდი მხარე ყველა ზოგმა მიიღო, ზოგმა ვერ მიიღო, ზოგმა ხმამაღლა გამოაცხადა, ზოგი გაჩუმდა, ზოგმა გულში ჩაიგება და ეს ჩვეულებრივი ადამიანური თვისება არის, იცით? და ამიტომ დაძრახო კაცი, იმიტომ რომ ის არ გამოვიდა, თქვათ, რევოლუციონერი და ასე შემდეგ, მარტო ამისთვის არ შეიძლება. უნდა გაიგო რაღაცა, რა პირობებშია ის რევოლუციონერები და ახლის შემამტანი საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, დიდ საქმეს აკეთებენ, როგორიც თქვათ, და არ არის აუცილებელი ამისთვის, რომ დროშა ან თოფი გეჭიროს ხელში. აი ფაქტიურად რაც ივანე ჯავახიშვილმა გააკეთა უნივერსიტეტის დაარსებით, ეს ხომ ჩვენს აზროვნებაში რაღაცა რევოლუცია იყო. მაგრამ გარეგნულად ივანე ჯავახიშვილს რევოლუციონერისა არაფერი ეტყობოდა, ის იყო ერთი ძალიან თავდაჭერილი, ძალიან ზრდილობიელი კაცი და მახსოვს, რომ ვინმე რომ შევიდოდა მასთან ერთი პირობა ის მუზეუმის დირექტორი იყო, ვინც უნდა ყოფილიყო, აი დამლაგებელი თათრის ქალებს რო ეძახოდნენ კრუას. აი ასეთი ქალი რომ შემოვიდოდა, ივანე ფეხზე წამოუდგებოდა. აი ასეთი თავადური ის ჰქონდა. დიდებული უბრალოება. რომ მიხვიდოდი იმასთან, ის ხომ ძალიან ფიზიკურად სუსტი იყო ივანე ჯავახიშვილი. ახალგაზრდობაში უნივერსიტეტის ახლად დაარსებული იყო, მოიწამლა სადღაცა აქა საკონდიტროში, რაღაცა ეტყობა სპილენძის ჭურჭელში გაკეთებული საჭმელი ჭამა და ისე ცუდად გახდა, რომ კინაღამ მოკვდა. ამის შემდეგ მთელი სიცოცხლე იყო მძიმედ დაავადებული და კიდევაც გარდაიცვალა ისე მეც ბავშვი ვიყავი 14 წლისა
წავედი მის საჯარო ლექციაზე, ეს იყო 40 წელს და ამ ლექციის კითხვის დროს უეცარად ჩვენს თვალწინ გარდაიცვალა. აი ასე რომ იჯდა პატარა მაგიდასთან და კითხულობდა, უეცრად რაღაც ამოიგმინა და აი ასე დაემხო მაგიდაზე. აი ეს დღემდე მახსოვს ეს. და რომ გამოვედით იქიდან მე ვიყავი 14 წლის და მამაჩემმა ჩემი თავი გაატანა რომელიღაც თანამშრომელს. ეს მოხდა ხელოვნების სახლში და მარტო არ გამიშვეში. და რომ გამოვედით მთელი ქუჩა სავსე იყო ხალხით. ბატონი ივანე გარდაიცვალა. აი ასე იყო ის პირველი რეაქცია ხალხისა. და იყო პირველი სიკვდილი, რომელიც მე ვნახე. მას მერე რამდენიმე ვნახე კი, მაგრამ ეს უეცარი, ეს საზარელია შენს თვალწინ, რომ წაიქცევა კაცი და გარდაიცვლება. ამანაც ძალიან ძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის მუშაობის პროცესში გადაღებული სინაზე. იქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეს ჩემი ცხოვრებისა, ის სინაზე მუშაობა. სინაზე ადრევე იყო ქართველთა სავანე. ადრევე დადიოდნენ, მაგრამ როდესაც ისლამმა თელს მახლობელ აღმოსავლეთში მოიკიდა ფეხი, ქართველმა ბერებმა სინისაკენ გაიწიეს. და იქ იყო ქართველთა კულტურული სავანე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ის სინა მერე მუსლიმანური კულტურის გავლენის ქვეშ მოხვდა, იმ მონასტერს პატივს სცემდნენ არაბები, მუსლიმები და სწორედ ამიტომ ის სინის მონასტერი, როგორც კულტურის წენტრი, დღემდე არის შენარჩუნებული. 1975 წელს იქ მოხდა ხანძარი. ამ ხანძარმა რაღაცეები დააზიანა და როდესაც დაიწყეს ამ ხანძრის მერე რემონტი და წმენდა, იქ ერთ-ერთ ოთახში შეამჩნიეს რაღაცა გასასვლელი ამოქოლილი. და აი როდესაც ამ გასასვლელს მიყვენ, აღმოაჩინეს ერთ ოთახში დააყრილი ძველი ხელნაწერები. ეხლა ეს ჩვენ დღეს მიგვაჩნია ხელნაწერი ძალიან ძვირფასად, თითეული ფურცელი მნიშვნელოვანია და შესასწავლი, თორემ მაშინ ალბათ ისე უბრალოდ გადაყარეს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ წლების განმავლობაში იგი შეინახა ასე თუ ისე კარგად. მართალია ბევრი მათგანი ზოგი ჭიანაჭამია, ზოგი თაგვის მიერ, მაგრამ მაინც შეინახა და მოვიდა ჩვენამდე. მერე როდესაც აღმოჩნდა, მერე ატყდა დიდი ამბავი და მერე იყო, რომ ჩვენ წავედით იქა. სხვათა შორის საინტერესოა ის, რომ პირველი ვარაუდი, რომელიც გამოთქვეს ამ ხელნაწერების შესახებ, იყო ესენი სომხურიაო, იმიტომ რომ სინის ბერებმა ალბათ ქართული და სომხური ვერ გაარჩიეს,
და მე ცნობა, როდესაც მოვიდა აქ, მამაჩემს მოსწერა გერმანელმა ფილოლოგმა იულიუს ასფალტმა, მამაჩემმა რომელიღაც ჟურნალში გამოაქვეყნა ამის შესახებ წერილი და ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ქართული ხელნაწერები იქნებაო და მართლაც ასე იყო. სომხური იქ მოსალოდნელი არ იყო და არც აღმოჩნდა. თუმცა ისე ბიბლიოთეკაში იმ მონასტერს დიდი ბიბლიოთეკა აქვს ძალიან და სომხური წიგნიც არის და ბერძნულიც და ბევრი სხვაც. ჩვენ იქ პირველად რომ ჩავედით, ძალიან კარგი სამუშაო პირობები გქონდა. მონასტერში მოგეხსენებათ, როგორც ყველგან ქვეყანაზე რაღაც შინაგანი დინებები არის, ვიღაცას უჭერს მხარს, ვიღაცა არ მოსწონს. ჩვენი ჯგუფი მე წავედი უკვე, როდესაც მეორე ჯგუფი წავიდა აქედან 1996 წელს და ჩვენი ჯგუფის ასე ვთქვათ ზედამხედველი იყო დამიანე ეპისკოპოსი, კარგად განსწავლული ბერი, რომელმაც რომ დაინახა ჩვენ ძალიან ერთგულად მუშაობდით, კარგი პირობები შეგვიქმნა. იქ შესვლა ბიბლიოთეკაში ჩვეულებრივ შეზღუდულია, შუადღისას ისინი ისვენებენ, საღამოთაც არ შეიძლება მუშაობა და იმან შეგვიშვა და ჩვენ მუშაობდით ბევრს. ეს დიმიტრიოსი თავზე გვადგა, შემოგვიგზავნიდა ხოლმე ყავას, ხილს და ერთ სიტყვით ძალიან პატივისცემაში ვიყავით. ასე რომ ვიღლებოდით კიდევაც და თავისუფლად ვიყავით. და მერე მეორედ რომ წავედი და მესამედ უფრო რთულ პირობებში ვიყავით. დიმიტრიოსი გადაიყვანეს სხვაგან და უკვე ჩვეულებრივ პირობებში აღმოჩნდით. მაგრამ მაინც სინაზე ყოფნა ძალიან კარგად მახსოვს მე, როგორც დრო და ადგილი, სადაც კარგად და ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ეს არის სწორედ ის სურათი, რომელიც შეხედვათ ცოტა სევდიანია. ეს არის მამაჩემის უკანასკნელი მისვლა უნივერსიტეტში. როდესაც 100 წლის იუბილე გადაუხადეს დიდი ზარზეიმით. ოპერაში იყო, ბევრი დამსწრე იყო ძალიან, უცხოელებიც ჩამოვიდნენ მოწვევით, გამოვიდნენ ილაპარაკეს, ამისი ჩანაწერებიც არსებობს, მაგრამ ეს იყო ესეთი ოფიციალური. და მერე ეს იყო 26 თებერვალს, მამაჩემის დაბადების დღეს და ზუსტად იმ დღეს დაამტყიეს ეს იუბილე. ხოლო ეს არის გადაღებული რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ უნივერსიტეტში მოგვცეს ახალი პატარა ოთახი ქართული ენის კაბინეტისათვის და მამაჩემმა მოინდომა იქ წასვლა და ნახვა. აი ახლა მოგეხსენებათ 100 წლის კაცის სიარული ცოტა ძნელია და აი კორნელი დანელია და ორი კაცი კათედრის წევრი წავიდა და მოიყვანეს იქ. ამის შემდეგ მამაჩემს დიდხანს აღარ უცოცხლია.
იუბილეი იყო 26 თებერვალს, მერე 9 მარტს ცუდად გახდა, მერე წაიყვანეს ლეჩკომბინატში და 29 მარტს გარდაიცვალა. ეშინოდა სიკვდილის? კარგი ლაპარაკიათ ამაზე. არა, აქვს სადღაც თავის ნაწერებში, როდესაც მძიმე პირობებში ძალიან უხდებოდა მუშაობა, წერს რაღაცის გამოქვეყნებაზე, რომ აი ეს სამუშაო უნდა დავამთავრო, თუ დამცალდა, ან თუ დამაცალესო. ეს იმიტომ, რომ ძველი ქართული ტექსტები მოგეხსენებათ ახლა რომანები არ არის. ეს არის სულ სასულიერო ტექსტები და აი ამის გამოქვეყნება იმ ეპოქაში არც ისე ადვილი იყო. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მამაჩემი წერს თავის მოწაფეს გერმანიაში, გაბრაზებით წერს, რომ მაგათ გონიათ მე ბიბლია სალოცავად მინდა და მაგისთვის კი არ მინდა, სამუშაოდ მინდაო. იმიტომ რომ ეს ბიბლიური ტექსტები და სასულიერო ტექსტები ძალიან დიდი მნიშვნელობის არის როგორც ძველი ქართული ენის შესასწავლად, ისე საერთოდ იმ კულტურულ გარემოს შესასწავლად, რომელიც მაშინ იყო. ღმერთის არ წამდა? არ ვიცი, მე ჩემთან მაგაზე ლაპარაკი არასდროს არ ქონია, მაგრამ მე მგონი რომ ნაკლებად. არ შემიძლია რომ არ ვკითხო თუ რომ ისე ზუსტად გახსოვთ ყველა წელი, ისე დაზუსტებით გახსოვთ და ისე მიყვებით თითო თარიღს. აბა რა გითხრათ, მახსოვს. არაფერი ზომები რამე საიდუმლო გექნებათ და გაგვიმხილეთ რა. არ მაქვს, არა. ისე უნდა მოგახსენოთ, რომ მეხსიერებამ მამაჩემს ჩემზე უკეთესი ქონდა. ეხლა გამოქვეყნებულია მისი მოგონებების წიგნი, სადაც ის იხსენებს სად, როდის, ვის შეხვდა, ვინ რა უთხრა და ასე შემდეგ. როდესაც აი რევოლუცია მოხდა და ის პირველად ჩავიდა ისე პეტერბურგში, იმიტომ რომ აქ უკვე ის იყო საკითხი უნივერსიტეტის გახსნისა და ემზადებოდნენ ამისათვის. აი ისიც აქვს მოგონებებში ნახსენები, რომ მეეტლემ, რომელმაც წაგვიყვანაო, გვითხრაო, а у нас теперь Ленин. აი ასეთი მეხსიერება ქონდა, მაგრამ რომ გეკითხათ მამაჩემისთვის გუშინ სადილად რაჭამა, არ მახსოვსო დამანებეთ თავიო, ასე გეტყოთ. და უნდა გითხრათ, რომ მამაჩემზე არის გავრცელებული ასეთი აზრი, რომ ღვინის სმა უყვარდაო. არ არის ეს მართალი. ტყუილია. აი ოჯახში იცოდა დასავლეთში არის, დასავლეთ საქართველოში ასეთი წესი, რომ ღვინოს გააზავებენ წყლით, სამწყურვალოდ იტყვიან და ისე სვამენ. ხო და აი ეგ იყო მამაჩემის მეგონი ეს ფოტო უნდა მოგაწოდოთ ახლა. არა? ხო, აი ეს სწორედ ეს არის გადაღებული მამაჩემის ერთ-ერთი იუბილეის შემდეგ, სადაც რაღაცა სადღეგრძელო სვამს, მაგრამ აი როგორც ამ წუთში გითხარით, ღვინის სმელი მამაჩემი არ იყო. აი დალევდა ამ წყალღვინოს და ეგ იყო მაგისი ღვინის სმა. საიდან გამოიგონოს ეგ? ძნელია თქმა, მაგრამ მოგეხსენებათ, იცით, ხალხში ხანდახან ისეთი რამე ანეკდოტური გავრცელდება,
რომ ნამდვილად დასაჯერებელი არ არის. აი, ჩემზეც არის ასეთი ანეკდოტები, ჩემი გაბეზრებული სტუდენტების მიერ, რომ თითქოს მე ვინმესთვის მეთქვას, რომ აი ქართულში 5 მამაჩემს, 4 მე და თქვენ 3. არასოდეს ამის მსგავსი მე არაფერი არ მithქვამს. ეს არის ძველის ნიკოლოზის დროინდელი ანეკდოტი, როდესაც ის მასწავლებელია თუ ვიღაცა ზაკონ-ბოჟის მასწავლებელი მღვდელი იბარებს გამოცდას გაჭირებული სემინარისტისაგან და ეუბნება 5 Господу Богу, 4 мне грешному, а вам, молодой человек, 3. და აი ეს არის სხვისი ანეკდოტი მომაწერეს მე. მამაში ცუდი ანეკდოტია. არც ისე ცუდი ანეკდოტია. არა, კი ბატონო, იყოს კაი ანეკდოტი იყოს, მაგრამ მე რა დავაშავე. არა, კი არ მწყიდა გამეცინება, მაგრამ რა უნდა ვთქვა. არასოდეს მე სტუდენტისათვის არც უხეში სიტყვა არ მithქვამს, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. პირიქით, ვალდებული ხარ, რომ სტუდენტი გამოცდაზე რომ გამოდის, ან თქვათ, აბიტურიენტი მისაღებ გამოცდებზე, ის ხომ უკვე სტრესის ქვეშ არის და არა ვალდებული ხარ, რომ ის რაღაცნაირად შენი ქცევით და ლაპარაკით დაამშვიდო, რომ არ ყოფილა ეს ადამიანი ქრისტეს ფეხის მჭამელი და შესაძლებელი ამასთან თურმე ლაპარაკი. აი ეს არის. და მე პატარა ჯგუფები რომ მყავდა და მე უკვე ასპირანტები მყავდა, ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა და აი ბევრი დღესაც რომელიც არის და დადის ახლა და არ ვავიწყდები, მოდიან ხოლმე თუ დაბადების დღეზე თუ ისე და ფაქტიურად ჩემს მეგობრებად გადაიქცნენ დღეს. აი ამ თაობასთან ყოფილ მოწაფეებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მახალისებს. იმიტომ რომ მართლა მეც ხომ აღარა ვარ სულ თლად ახალგაზრდა, მეტი რო არა ვთქვათ. ხო და მაინც სასიამოვნოა ძალიან, რომ არ მივიწყებენ და ჩემთან მოსვლა არ მიაჩნიათ მარტო მოსაწყენ მოვალეობად. აი ეს ძალიან მამხნევებს.